და მიგონია რომ უთქვამთ ასე რომ ღვთისაგან ისეთი ბედი ქონიაო რომ სიყვარულში იმყოფებიო სიყვარული გაგაჩნიაო და სიყვარული არის შენს გარშემო აი ასეთი პიროვნება გზანდებოდა წმინდა ნიკოლოზი რომლის დღესასწაულს ჩვენ დღეს ვასრულებთ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია თავისი სასწაულებით, თავისი სიყვარულით. ქართველი ადამიანი, ქართველი ხალხი თელიერი დაჯილდოებულია სიყვარულით უფლისა. და ჩვენ მადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. მაგრამ ხდება ისაც რომ სიყვარული თითქოს დაიშრიდა, თითქოს გამოელია ადამიანს. აი ამ ბოლო დროს გამოვლენილი ანტიეკლესიური ეკლესიის საწინააღმდეგო გამოთქმები ეს არის სიყვარულის არ ქონა. სიყვარული გამოველია იმ ადამიანებს და ეკლესია რომელიც არის ჩვენი უდიდესი საუნჯე ზოგიერთი უხეშად შეეხო ეკლესიას. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს საქართველო და ის ადამიანები სადაც სიყვარული არ არის ღმერთმა წმინდა ნიკოლოზის ლოცვით დააჯილდოოს სიყვარულის მადლით დალოცვილი და გახარებული იყავით და ღმერთმა წმინდა ნიკოლოზის ლოცვით აგისრულოთ ყოველი თქვენი ლოცვა და ვედრება. ამინ. წმინდა ნიკოლოზი არის უდიდესი წმინდანი, რომელიც მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში. იგი არის მონაწილე ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც გაიმართა 325 წელს. იგი დაუცხრომლად ებრძოდა არიანელობას, უდიდეს მწვალებლობას იმ ეპოქისათვის და მის ცხოვრებას მრავალი სასწაულებრივი ისტორია უკავშირდება. უძველესი დროიდან იგი წმინდანად იქნა ბუნებრივია შერაცხული და მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებული პატივისცემით არის გამსჭვალული მისი უწმიდესი სახელის წინაშე. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი ჩვენი ეკლესიისა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მრავალი ტაძარი არსებობს მის სახელზე აგებული. ჩვენ საქართველოს დაეხმაროს დღევანდელი დღის მადლი და ძალი შეეწიოთ წმინდა ნიკოლოზი სრულიად საქართველოს გაამთლიანოს და გააძლიეროს. ულოცავ სრულიად საქართველოს ამ წმინდა დღესასწაულს.